შემდეგი მიმართულება უკვე ქალაქი აქაბაა. იორდანიის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და 3 ქვეყანას ესაზღვრება. ეს ქვეყნებია ისრაელი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი. აქ მდებარეობს წითელი ზღვა, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთია ცნობილი. მოვედი ახლა სანაპიროზე. ბევრი ხალხმრავლობა არ არის, ვინც არიან უფრო ისე ტრადიციული სამოსში ჩაცმულები არიან და ნახოთ აბა თუ წყალი თბილი იყო, ჩვეულებრივად შევავიბანავებ. აი ეს არის წითელი ზღვა. წინ პირდაპირ არის ეგვიპტე, იქით ისრაელი, იქით იორდანია და იქით მეორე მხარეს საუდის არაბეთი, საზღვარი ჩანს. ახლა იქით ნაწილში არის საუდის არაბეთი. არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს ცეცხლი. ცეცხლიანთია იქ. ნავთობის გადამუშავების თემა ხდება იქ. ასე ახლოს არის საზღვარი. ერთ სივრცეში არის ფაქტიურად 4 ქვეყნის საზღვარი მოქცეული: საუდის არაბეთი, იორდანია, ეგვიპტე და ისრაელი. აი ეს არის კენჭები წითელი ზღვიდან ამოღებული, თვითონ წითელი ფერი. სამწუხაროდ ომის შედეგად ამ ქალაქში გაუქმებულია შიდა და საერთაშორისო ფრენები და მთლიანი ქალაქი ერთსევდიან დასახლებას წარმოადგენს. ქალაქ აქაბაში ერთი დღე გავჩერდი. აი ხა პირდაპირ ვხედავთ ისრაელს, იქით, ზღვის იქით. აქეთ არის იორდანია და სასაზღვრო პოლიცია დადეს. აი ეს არის ღამის აქაბა, გამოვედი ახლა სანახავად, ახლა ცენტრალურ ქუჩაზე ვარ, ყველაზე ისეთი ტურისტულზე, აღმოჩნდა ისე რომ ტურისტის საერთოდ არ არსებობს. ჯერ არც ერთი ტურისტი არ შემოხვედრია. განათდა ღამის ისრაელიც. აი ხა ღამეში უფრო გამოიკვეთა ის სიახლოვე. გამოვედი ეს დღის აქაბა უნდა გადავიღო. ლამაზი არის დღისი ცხოთა შორის. ეხლა გამოვედით ამ წითელი ზღვის პორტში. ზოგადად ეს ქალაქი ცნობილია როგორც საპორტო ქალაქი და ეხლა ჩემს უკან რაც ჩანს, ეს არის საკრუიზო სერვისი წარმოდგენილი არის. აქ წითელ ზღვაზე შესაძლებელი არის რომ აიღო კრუიზი და გაისეინო რამდენიმე საათით. ადგილობრივებს აქვთ ეს მომსახურება. ცოტა ძველებური ნავები კი აქვთ გამოტანილი, მაგრამ ეს არის რაც არის და თუმცა არის რა თქმა უნდა შედარებით მაღალფასიანი და შედარებით მაღალხარისხიანი ნავები და იახტებიც წარმოდგენილი და აი აქ არის შესაძლებელი მოკლედ რომ გაისეირნო და ერთდროულად დაათვალიერო 4 ქვეყნის სანაპირო: იორდანიის, ისრაელის, ეგვიპტის და საუდის არაბეთის. ერთ პატარა სივრცეში 4 ქვეყნის სანაპირო ზოლები რო დაათვალიერო და მოკლედ აქაბაში ჩამოსვლისას შეგიძლიათ რომ მსგავსი სერვისითაც ისარგებლოთ. შემდეგ გავამგზავრეთ ჩრდილოეთით მკვდარი ზღვის მიმართულებით. ამჯერად სხვა გზით წავედით, რომელიც ისრაელის საზღვარს 200 მეტრში მიუყვებოდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სათავგადასავლო მგზავრობა. ეს არის იორდანია ისრაელის საზღვარი, რაღაც ჩანს. იქით გამწვანებული ტერიტორია რა ჩანს, ეს უკვე არის ისრაელი, ისრაელის
თვითები, ესე ახლოს არის საზღვარი. სამწუხაროდ ომის დაწყების შემდეგ აქაბას თავზე თვითმფრინავები ფაქტიურად აღარ დაფრინავენ და ყველა ავიაკომპანიამ აქ რეისები შეაჩერა სამწუხაროდ. გზაზე საერთოდ არ მოძრაობენ მანქანები, მხოლოდ იშვიათად რამდენიმე ტრაილერი გაივლიდა და ჩვენი აქ გამოჩენა გაოცებას და ინტერესს იჩენდა. გზად რამდენჯერმე შეგვაჩერა და შეგვამოწმა სამხედრო პოლიციამ. გვითხრეს არ გავჩერებულიყავით და მალე დაგვეტოვებინა მიმდებარე ტერიტორია. აი ესე ახლოს არის აეროპორტი, ფაქტიურად საზღვარზე არის ეს ისრაელის აეროპორტი. ნახეთ როგორი ღობე არის გავლებული. შეღობილი არის საზღვარი. გზად ულამაზესი უდაბნოები გავიარეთ. არ ვიცი ხა რამდენად გარკვევით ჩანს ახლა ცოტა აღმართულია, მაგრამ აი პირდაპირ მიდის აკლემების ქარავანი, აი ესე ზოლი მიდის და ლამაზი არის აქედან ახლა რასაც ხედავ. ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ მივედით მკვდარ ზღვაზე, იორდანიის მხრიდან, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ ზღვად ითვლება. ის კვეთს იორდანიის და ისრაელის ქვეყნებს და ორივე მხრიდან არის შესაძლებელი აქ მოხვედრა. რამდენიმე საათიანი მგზავრობის და რამდენჯერმე პოლიციის მიერ გაჩერების შემდეგ, როგორც იქნა ჩამოვედი მკვდარისწყლის სანაპიროზე. ეხლა სადაც არის მივალთ უკვე იმ ადგილზე, სადაც უშუალოდ ბანაობა არის შესაძლებელი. მკვდარისწყლი მდებარეობს ზღვის დონიდან ქვემოთ 400 მეტრზე და ეხლა სწორედ ეს მანქანა ჩადის ქვემოთ, ანუ ზღვის დონიდან ქვემოთ ჩადის და ძალიან ლამაზი ხედები არის წინ გადაშლილი. ის მარილიანობით 33-ჯერ მარილიანია ჩვეულებრივ ზღვებთან შედარებით და აქ არ ხარობს არანაირი ცოცხალი არსება. მოვედი მკვდარ ზღვაზე, აი ესე გამოიყურება მისი სანაპირო. მარილიანი, როგორც რა თქმა უნდა ახასიათებს, ძალიან ლამაზი არის. გაზაფხულზე მეორე მხარეს ვარ ნამყოფი, იქით არის ისრაელი, ეს მთები არის ისრაელის მთები და აქეთ არის იორდანია. იქიდან მაშინ ხედავდი ამ ნაწილს, ამ მთებს და ეხლა აქ ვარ. ზეთოვანი წყალი არის, ახლა ხელს ვეჩაყოფ. ისეთი მარილიანი არის, რომ ზეთად არის, უკვე ზეთის მასად არის გადაქცეული. მკვდარი ზღვა ცნობილია სამკურნალო თვისებებით. განსაკუთრებულია მისი ტალახი, რომელიც კანს აჯანსაღებს და მინერალებით ავსებს. ვცდილობ რომ ვიპოვო მკვდარი ზღვის ტალახი. ჯერ მცირე რაოდენობით ვიპოვე, აი ასე გამოიყურება დაახლოებით, აი ესეთი არის, რომლის წასმაც ძალიან სასარგებლო არის კანისთვის, კანის დაავადებებისთვის, ბაქტერიებისთვის და ასე შემდეგ. ახალგაზრდავებს კანს და ძალიან ესეც სასიამოვნო ნაზს ხდის, იმიტომ რომ სხვადასხვა მინერალებს შეიცავს ეს მკვდარი ზღვის ტალახი და ეხლა შევეცდები რომ წავისვა ხელზე. როგორც კი ისმევ ამ ტალახს, ეგრევე გრძნობ რაღაცა იმ სუბუქ წვას. ეს უნდა გაიჩერო დაახლოებით 5 წუთით და მერე ამ წყალშივე უნდა ჩამოიბანო. მკვდარი ზღვა კიდევ იმით არის ცნობილი, რომ ეს არის მსოფლიოში უძველესი პირველი დასასვენებელი კურორტი. ანუ ეს არის ძველი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული. იქიდან იწყება ამის ათლა როგორც დასასვენებელი კურორტი. მკვდარი ზღვა იყოფა ორად, ნახევარი ეკუთვნის იორდანიას, ნახევარი ეკუთვნის ისრაელს. აი ეს უკან მთები არის ისრაელი, როგორც უკვე თქვი, იქაც ვარ ნამყოფი და იქიდან
გადმოვხედი ამ ხედს და ეს ნახევარი ნაწილი ეკუთვნის იორდანიას. გამომდინარე თავისი მარილიანობიდან და ასევე წყლის დეფიციტი, რომელიც ორივე ქვეყანას გააჩნია, ეს ზღვა უფრო და უფრო იკლებს და რაღაც მომენტში საერთოდ გაქრება. მკვდარი ზღვიდან კი პირდაპირ აეროპორტში გავამგზავრე, საიდანაც კვიპროსში გავფრინდი. სამწუხაროდ ომიდან გამომდინარე თვითმფრინავი ეგვიპტის გავლით გაფრინდა კვიპროსში. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა და სტრესისა, იორდანიამ დატოვა დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ჩემი ფავორიტი ქვეყნის სტატუსი დაიკავა. იმედია მალე მშვიდობა დაისადგურებს და აღდგება ტურიზმი. ეს ის ქვეყანა, სადაც მე აუცილებლად დავბრუნდები. აი ესე გამოიყურება იორდანიის ფული, ეს არის 10 დირჰამი, რომელიც არის $14 ეკვივალენტი. ასე გამოიყურება 5 დინარი, აი 5 dinars. თუ იორდანიაში ჩამოსვლისას დაგჭირდებათ მანქანის დაქირავება, საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ, რომ დაიქირავოთ აი ამ კომპანიასთან. ძალიან კარგ ფასადაც აქვთ, ადამიანური პირობებიც აქვთ. არ ცდილობენ რომ მოგატყუენ, ოფიციალურებიც არიან და დაზღვევით გაძლევენ მოკლედ მანქანას, მოკლედ კარგი პირობები აქვთ რა. და ნამდვილად არიან. საწოვის დაახლოებით მთელი იორდანია რომ შემოიარო, 45 იორდანული დირჰამი, ანუ დაახლოებით სადღაც $60-მდე მაქსიმუმ გაიხარჯა ამაში.